ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით 16 იანვრის შოუ ბიზნესური სიახლეებით. თუ თქვენ გაინტერესებთ სად და რა საქმიანობენ კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები, სწორედ თქვენ გთავაზობთ ინფორმატორისა და ლაილაის 16 იანვრის გამოშვებას კომპანია ყაზბეგთან ერთად. ლელა წურწუმიას ახალ ვიდეო კლიპზე, რომელიც მზადდება სიმღერაზე თეთრი ქარავანი, მუშაობა გია ნიკოლაძემ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. აღმოსავლური ელემენტები, თვალის მომჭრელი ფერები და დეკორაცია. ეს ყველაფერი იქნება კლიპში, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ლელას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილიც ასრულებს. ამ ვიდეო კლიპის მონტაჟის პროცესი უკვე დაიწყო და სავარაუდოდ ის ერთ კვირაში იქნება მზად. მასალა არაჩვეულებრივია, ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან ფერადია, ძალიან ჭრელია, ძალიან ხარისხიანია და იცით რა, სხვათა შორის აი ვჭობთ კიდევაც იმაზე, რომ აი რომელი შეიძლება ამოიღო, რომელი შეიძლება დატოვო, იმდენად კარგი კადრებია, რომ რაღაცები მენანება კიდევაც, მაგრამ ფაქტობრივად უბრალოდ 4 წუთია სულ სიმღერა. პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი ლელას კლიპია და იმიტომ და რაღაც ექსპერიმენტების საშუალებაც მომცა ლელამ, მე და გოგას ყოღუაშვილს, აი ამ ადამიანთან რომ მუშაობ, ერთ-ერთი ძმაკაცია, მეორე ერთი თავისუფლად ვარ, ყველაფერში ვენდობი, მამა ამ საქმის და რა ვიცი, კარგად მიდის ყველაფერი. კი, სხვათა შორის ძალიან ნამდვილია მასთან მუშაობა, გემორჩილება იმაში, რაც მისაღებია. მუსიკა მაძლევს იმის შანსს და იმის საშუალებას, რომ რაღაც ემოციები მომაწვეს და რაღაც ფანტაზია გამინუვითაროს რა. მომღერალზე არის დამოკიდებული, შემსრულებელზე, გადმომცემზე რა. ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა რაც არის კიდევ რა დევს ამ კლიპში, რომ აგერ მამულიშა, ჩემი ძველი ძმა და მეგობარი დავითანხმე იმაზე, რომ კლიპში ეთამაშა. აი ეგ არის. პროდიუსერის თვითონ არის და თვითონაც თამაშობს. იმის მაგივრად რომ როგორც ჩემპიონის სცენარში იყო, რომ ბევრი ქალები უნდა დამსეოდნენ და ასე შემდეგ, ბატონი რეჟისორი ჩემი მეგობარი გია ნიკოლაძე მოვიდა და მე ლელას ხათრი მაქვს და იქნება გველი დაიჭირო ხელში მომიტყნა და ქართულ ვიდეო პროდუქციას კიდევ ერთი ახალი ვიდეო კლიპი შეემატა. ეს გახლავთ ახალგაზრდა მომღერლის სოფო გელოვანის პირველი ვიდეო, რომელიც კლიპმეიკერმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო ლილიკო ნემცაძის სიმღერაზე ხორუმი. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის და კლიპის პრემიერა დღეს 16 იანვარს კინოთეატრ ამირანში შედგა.
ანსამბლი ფესვები თხოვთ მოგზაურობთ. მე მადლობას მოგახსენებთ თქვენ პირადად, რომ თქვენს ასე ვთქვათ, თქვენ ჯერ თქვენ იმუშავეთ და მე მომიწია მუშაობა. ეს ჯერ არის რეჟისორამდე მოდის სიმღერა. მე იქვე აღვნიშნე, რომ სიმღერა თვითონ სიმღერა იყო ძალიან კარგი და შესრულება იყო ამ სიმღერის ძალიან კარგი. როცა ეს არის ყველაფერი კარგი, რეჟისორსაც უადვილდება და პირიქით სასიამოვნო ხდება მუშაობის პროცესი. სოფოს მინდა მიულოცო, მისთვის პირველი კლიპი იყო, არაჩვეულებრივად მღერის როგორც ვიცით. აქვს ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები, აგრეთვე არაჩვეულებრივად ითამაშა კლიპში. და ზაზას მინდა კიდე ძალიან დიდი მადლობა უთხრა, რომ აი საერთოდ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა ჩვენ შემოქმედებაში, როდესაც ჩემს სიმღერაზე ზაზა კლიპს იღებს, რაღაც სასწაული ტანდემია. შესანიშნავი გოგოა და ძალიან თავისებური ხელწერა აქვს, რაც ესე გვაკლია დღეს. პირველი კლიპია ეს ჩემთვის, ხო, მაგრამ საბედნიეროდ პირველი სიმღერა არ არის. ეს არის ალბათ მე-18 სიმღერა. გადაღებები მიმდინარეობდა საგურამოში, კოჯიორში, ქოროღლის ციხის მიდამოებში და ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.